ხშირად არის ესეთი შემთხვევები, როცა მიუმური კვანძები განლაგებულია უპირატესად შარდის ბუშტის მხარეს და ეს კვანძები იწვევენ ხშირ შარდოს. გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ ხდება შარდის ბუშტის მთლიანობის ასე ვთქვათ, შევსება, მისი მოცულობას ამცირებს კვანძის ზრდა, აქედან გამომდინარე, ტევადობაც მცირდება შარდის ბუშტის და ხშირ-ხშირად იწვევს ქალბატონებში შარდოს. მეორე ფაქტორი ვახსენეთ, ჩვენ ეს გახდათ სისხლდენა, გახანგრძლივებული მენსტრუალური ციკლი, გამოწვეული გახდათ იმით, რომ ყოველი მენსტრუაციის შემდგომ პაციენტს აუცილებელ რეჟიმში ხდება მისი საშუალოსნოს შეკუმშვა. შესაბამისად, შეკუმშვის დროს მცირდება გამონადენი, მცირდება სისხლიანი გამონადენი და აქედან გამომდინარე პაციენტს უსრულდება მენსტრუალური ციკლი. თუ კვანძი მდებარეობს იმ ლოკაციებში, რომელიც ლოკაციებიც მას შემდგომში შეკუმშვაში ხელს უშლის, აქედან გამომდინარე გრძელდება, ამიტომ არის გახანგრძლივებული ციკლი და კოლტებად გამონადენი. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ შევეცდებით, რომ მოვაშოროთ ეს კვანძები ჩვენი ქირურგიული მეთოდებით და ჩარევით, ამის შემდგომ პაციენტს არ აღენიშნება მსგავსი ჩივილები. ერთ სიტყვით ჩვენ ამ ჩარევით, კურნალობის ტიპით პაციენტს კურნავთ და მას უბრუნებთ ნორმალურ ცხოვრების მდგომარეობას. შეიძლება მიომა გაიზარდოს უზარმაზარ ზომამდე, ანუ პაციენტმა აღნიშნოს, რომ მუცელი იქ აეზარდა, სხვა ჩივილი არ აქვს. სხვა ჩივილი არ აქვს. კი დავტოვოთ ესეთი მიომა, რა მიომის დატოვება არ შეიძლება და რატო? თუ ჩივილი არ აქვს პაციენტს. დროთა განმავლობაში მისი ზრდის გამო, ზომაში ზრდის გამო ხდება ზეწოლა მეზობელ ორგანოებზე. კუჭის მოქმედების გაძნელება და შეიძლება გაუვალობამდეც მივიდეს, გააჩნია ზომას, შინაგან ორგანოებზე ზეწოლა, მაგისტრალურ სიძარღვებზე ზეწოლა, ფეხების, კიდურების გულისხმობ დაბუჟება და სულათაც არის შემთხვევები აღწერილი, როცა ხდება დანეკროზება გარკვეული უბნების მუცლის ღრუში.